რომელმა ფასაზე და თაბორსა ფერი იცოდა დიდები წინაშე წინათა ქრისტე მოწაფეთა და მოციქული ქრისტემ ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა მეოხებით და ყოლადოსხლისა დედისა ქრისტესა წინათა დიდებულთა და ყოლადქებულთა მოციქულთა ღირსთა და ღმერთშემოსულთა მამათა ჩვენთა წმინდისა დიდისა მოწამისა გიორგისა წინათა დიდთა მოწამე გარგოჯის გავარდა დავითა კონსტანტინესისა წმინდისა დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსისა და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალესთან ვაცხობთ ჩვენ ვითაც სასამართლოს და გასწინაყარე დიდება და მოგობა ყველაფრისათვის დღევანდელი სამხო ლიტურგია დასასრულს უახლოვდება დღეს ერისვალება გილოცავ ეს დიდი დღესასწაულია უდიდესი ასე იწოდება უდიდესი დღესასწაულთაგანი ერისვალება უფლისა და ჩვენს შევიძლია რომ აღნიშნოთ და ვიზეიმოთ ეს დღე გამოხდეთ დღევანდელ დღეს მაცხოვრმა თავისი თავებრივი ბუნება უჩვენა თავის მოწაფეებს იმ დოზით და რაოდენობით რა როგორც მათ შეეძლოთ რომ ეს დაედიათ და რამე არ შემთხვეოდა აი ასეთი დოზით მაცხოვრმა უჩვენა თავისი დიდება თავებრივი აიყვანა თაბორის მთაზე გამორჩეული მოციქულები პეტრე და ორი ძმა იაკობი და იოანე ესენი გამორჩეული იყვნენ სულიერად რომ მაღალ საფეხურზე იდგნენ სხვა მოციქულებთან შედარებით პეტრე როგორც ერთგული თავდადებული იოანე სათნო და კეთილშობილი იაკობიც ასევე თავდაცემული და პირველი ვინც მაცხოვრისთვის ეწამა ქრისტესთვის მოციქულთაგან ეს იყო სწორედ იაკობი პირველი ეპისკოპოსი იერუსალიმისგან აი ეს მოციქულები აიყვანა მაცხოვრებმა თაბორის მთაზე და იქ უჩვენა მათ თავისი თავებრივი ბუნება აი ნაცნობი როგორც შეიძლება მათ დაედია ადამიანს როგორც შეიძლება დაედია ამიტომ ადარებს მახარებელი მზეს იმიტომ რომ მზე არის ყველაზე დიდი ნათობი და ყველაზე აღმატებული სინათლის გამომცემი ნათლის გამომცემი რასაც ადამიანები ხედავს ამიტომ ადარებს რომ მზე არაფერი არ არის ღმერთის ნათლთან შედარებით მზე მართლა არაფერი არ არის იოანე ოქროპირი აი მეორე მოსვლის მომენტში ერთ ადგილს ასე განმარტავს რომ იქ რო წერიაო მზე დაბნელდებაო როცა მეორე მოსვლა იქნება მზე ახლა კი არ დაბნელდებაო სიმენელე კი არ ჩამოწვევაო ისეთი სინათლე იქნება რომ დაიკარგება ეს სინათლე საერთოდ დაიკარგება ვასკულების აი ასეთი მიუწვდომელია მათის სინათლე მისი რეალური სიდიადი მოციქულებმა იხილეს განათებული ასპეტაკებული მაცხოვარი და მისი ბრძანებით იქ წარმომდგარი მოსე და ილია უდიდესი წინასწარმეტყველები ორი დიდი წინასწარმეტყველები მოსე და ილია მაცხოვარი ამზადებდა მოწაფეებს რომ მალე როცა ჯვარცმა იქნებოდა თან ჯვარცმას დიდებას უწოდებს თვითონაც დიდებას უწოდებს და აი ამ წამ მოსეს და ილიას უეთათბირება ისაუბრება ახაც ჯვარცმის შესახებ ანუ დიდების შესახებ საუბრობენ დიდება ჯვარცმა არის დიდება მაცხოვრის იმიტომ რომ ეს არის ის დიდი მისია უდიდესი მისია რისთვისაც მოხდა განკაცება ანუ მოხდა რისთვის რომ ადამიანების ცოდები გამოხსნელია მაგრამ ეს უნდა მოხდარიყო აი გამოსყიდი მას უნდა ეტვირთა ყველა ცოდვა ადამიანების და შესაბამისად ეს უნდა ყოფილიყო ყველანაირი ტანჯვა აცინვა სიმწარე სისწამება აბსოლუტური აი ყველანაირი უთქმელი და შეკრებილი დედამიწის აი ეს მანკიერი მას უნდა ეტვირთა და ამას რომ დაინახავდნენ მოციქულები რო არ შეწუნებული იყვნენ რო არ დაბრკოლებული იყვნენ ამიტომ უჩვენებს თავის დიდებას ფაებრიუს თაბორზეც იქ ქარიშხალს თუ შერისხავს და ეს წამში რომ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდება აბობოქრებული ზღვა გაირინდება იქ და უნდა მიხვდნენ მოწაფეებს ამისთვის ამზადებს როცა ნახავენ ჯვარზე გააკრუს დასისხლიანებულ შეურაცხყოფილს უნდა მიხვდნენ რომ ეს არის მისი ნებით ხდება ეს ყველაფერი და გამოხსნა მისი განგებულება არის ეს და არა
თქვათ უძლურება თორე უნდა გაიხსენოთ მათ რომ ეხლა ზუსტად ეხლა შეუძლია რომ ისევე გაბრწყინდეს და უფრო ბევრად მეტად როგორც თაბორზე გაბრწყინდა ისევე შეუძლია შენ ბრძანებით მოსე და ილიამ მარტო კი არა აი ანგელოს და ურიცხვი მხედრობა იქვე მოიყვანოს ერთი ბრძანებით როგორც ლეღვისხე გაახნოს სიტყვით უნაყოფო ლეღვისხე სიტყვით ასე რომ შეუძლია მისი ყველა მტერი და ჯვარცმელი ადგილზე რომ გაახნოს ეს რომ ძალუს მას ეს უნდა გაიხსენოს ამისთვის ამზადებს მაცხოვარი მოციქულებს და უჩვენებს ამ თავის დიდებას თუმცა ვიცი ჩვენ რომ ადამიანი სუსტია და ისინი მაინც გაბრკოლდებიან და შემდეგ უკვე მხოლოდ სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ისინი აღივსებიან აბსოლუტური აი ესეთი ცოდნითაც წმენითაც სიმამაცითაც და უკვე იმათი გამჩერებელი მართლა არაფერი აღარ არის და აი ეს დღე არის ფერისცვალების დღე არის ემონდელი დღესაც ჩვენ ზეიმ ფერისცვალება ეხება ყველაფერს ეხება ცვალებადი ყველაფერი ცვალებადია ერთის გარდა ერთი აბსოლუტური უცვალებელი დანარჩენი ყველაფერი თებიც იშლება და აკვირდებიან რაღაც მანეთების ყველაფერი განიცდის ცვლილებას და მათ შორის ადამიანის ჩვენს ცვალებადი ხასიათის ძალიან ცვალებადი გვაქვს და იცვლება ჩვენი ყოველდღიურობა და უნდა ვიცოდეთ რომ არ ჩერდება აი ერთი წმინდა მამა ამბობს რომ გონებაზე ამბობს და ეს შეგვიძლია გადავიდაროთ გამაზობად ჩვენს ცხოვრებაზე ადამიანის გონება მუდმივად მუშაობს როგორც წისქვილი აი რომ ჩაივლის თქვათ მუდმივი წისქვილი რო არსებობს და რომ ჩაივლის ჩამოვიდა სულ ქვავს აი ასე არის რომ ადამიანის გონება სულ რაღაცას ქვავს რაღაც თემას რაღაც აზრებს სულ მუშაობს არ ჩერდება ჩვენ თუ კარგი საკუთარი არ მივაწოდეთ ის ცუდ საკუთავს და ასე რომ ჩვენ განვიცდით ჩვენ ცვალებადობას და ჩვენ თუ არ ვიზრუნოთ და არ ვიშრომეთ რომ უკეთესობისკენ მოხვდეს ჩვენი ცვლილება ეს მოხდება უარესობისკენ თვითდინებაზე მიშვებული ამ წუთისოფლის დინებას მიყოლილი ჩვენ შევიცვლებთ ცუდისკენ თუ არ ვიშრომეთ თუ კი ჩვენ ამას სურვილი ვექნება და მოვინდომეთ ამას ჩვენ მარტო არასდროს არ უფალი ჩვენთან არის ყოველთვის ელოდება ჩვენს აი ნაბის იმ გადაწყვეტილებას მე უკვე მისი შეწევნით არასდროს დაბრკოლები რომელიც არ გადაილახოს და ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდეს ასე რომ ჩვენ უნდა მოვინდომოთ უნდა შევიცვალოთ ტრობა უნდა შევიცვალოთ მოყრობით და სიკეთით ხო უნდა შევცვალოთ სიძულვილი სიყვარული უნდა შევცვალოთ უნდა ვეცადოთ აი დღეს ბუნებაც იცვლება ნაყოფები ამიტომ ტრადიციულად იკითხება ბარემ მინდა რომ ვისარგებლო ამ შემთხვევით ერთი საკითხი მინდა კიდე რომ ვთქვა ამასთან დაკავშირებით რაღაცნაირად მაინც ეხება შეიძლება რომ დავაკავშიროთ აი ფერისცვალები ხო ოღონდ განსხვავებული თემა არის პირდაპირ მნიშვნელობით ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ეს ჩვენს პრობლემას ეხება სახელმწიფოს პრობლემას და იმიტომ მინდა რომ ეს თქვა ხედავ ჩვენ რომ ქვეყნები და კონტინენტები განიცდიან ფერისცვალებას პირდაპირ მნიშვნელობით აი პირდაპირ მნიშვნელობით ფერისცვალებას განიცდიან არიან ქვეყნები თქვათ ახალგაზრდობა თქვათ საფრანგეთის ნაკრები ადრე იყო თეთრი ეხლა არის შავი რაღაც ფერისცვალება აქ პრობლემა ის კი არ არის და შემაშფოთებელი ის კი არ უნდა იყოს ჩვენ სწორად უნდა განსაზღვროთ მიზეზები დამოკიდებულება უნდა გქონდეს სწორი ჩვენ იმან კი თავარი შემაწუხებელი შემაშფოთებელი და ტრაგიკული აქ ის კი არ არის რომ რომელიღაც ერი მრავლდება ან რომელიღაც რასა მრავლდება ეს არის არასწორი ვექტორია ჩვენი მიდგომის და მიმართულების. აქ არის მეორე მხარეა, რომ შეიძლება რომელიღაც ერი დამცირდეს და საერთოდ შეიძლება გაქრეს. ეს არის პრობლემა, ის კი არა რომ ვიღაცა მრავლდება, ვიღაცა იმატებს. აქეთ უნდა გადავიდაროთ ჩვენი ეს მიდგომა. აი არის ჩვენი ქვეყანაც ახლა გვაქვს რაღაც შიშები იმისა, რომ შეიძლება ჩვენს შეგვეხოს ეს ცოტა ფერისცვალები და
სწორი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, სწორი დასკვნა. ეს რომ არ მოხდეს სამწუხარო მიმართულებით და რომ მოხდეს სასიკეთო მიმართულებით, ჩვენი წვლილია, რა შეგვიძლია რომ შევიტანოთ. კი არ უნდა დაუპირისპირდეთ იმ მეორე მხარეს, არა. თუ ჩავკეტოთ საზღვრები, რაღაც საბჭოთა კავშირი, რაღაცა მოახდინე, ანუ დაუპირისპირდეთ, არა. რა უნდა ვქნათ? აქეთ უნდა გადმოვიტანოთ. ჩვენ თავზე უნდა გამრავლდეთ, უნდა გავაჩინოთ შვილები, ხო? მე მინდა რომ აი ამ ეხლა მიმართო კონკრეტულად ახალგაზრდებს, აი კონკრეტულად რა თქმა უნდა ჩვენი წვლილი დიდებმაც, სახელმწიფომაც ყველამ უნდა შევიტანოთ. მაგრამ აი ახალგაზრდებს მინდა მიმართო პირადად, ნებისმიერს, რა რომ აი თუ არის რაღაც ისეთი ფარული ტენდენციებიც არის სამწუხაროდ. თუ შენ ხარ ახალგაზრდა და ფიქრობ ოჯახის არ შექმნას, ან ვთქვათ ოჯახის შექმნას, მაგრამ შვილების არ ყოლას. თუ ასე ფიქრობ, მაშინ იცოდე რომ აი საქართველოს ის ნაწილი, რომელიც შენშია და აი საქართველოს, რომელსაც შენ წარმოადგენ, შენით თავდება და ქვეყანა სუსტდება. ამიტომ ჯობია რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა და გავაძლიეროთ საქართველოს. უნდა შევქმნათ ოჯახები, უნდა გავზარდოთ შვილები, აქედან თქვენც იქნებით ბედნიერი და ძლიერი და საქართველოს იქნება ბედნიერი და ძლიერი. ჩვენთან არსმევთ. არ გაიგო.